თუ გჯერათ რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ გმირები კი არა სამხედრო დამნაშავენი ყოლია. ხელისუფლების მიერ საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულების შემდეგ აგვისტოს ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს უწევთ იმის ახსნა, რომ აგრესორი რუსეთია და არა საქართველო. ისტორიის გადაწერა მხოლოდ რუსეთს და სეპარატისტულ რეჟიმებს სჭირდებათ, განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაბანაძემ. ეს იყო თავდაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა, თქვა აგვისტოს ომში დაღუპული გმირის შმაგი სოფრომაძის სოლმა. აგვისტოს ომის გმირების პატივსაცემად ნიუ-იორკში უოლ-სტრიტზე საქართველოს დროშა აღმართეს. ქართული დროშა 7 აგვისტოს უოლ-სტრიტის ცნობილი ბრინჯაოს ხარის ქანდაკებასთან ამერიკის დროშის გვერდით აღიმართა და ადგილზე 1 კვირა დარჩება. დახმარებას კიდევ ერთი გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ოჯახი ითხოვს. ნიკა საღინაშვილი, რომელიც 10 წლის წინ საოკუპაციო ხაზთან დაიკარგა, ამ დრომდე არ უპოვიათ. საღინაშვილის დედა ტევ პირველთან ამბობს, რომ მისი შვილი წყლის გადასაკეტად წავიდა და აღარ დაბრუნდა. დედა ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. თუ მშობელი ვერასაბუთებს, რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანა წესის შესაბამისად, განაცხადა გივი მიქანაძემ. განათლების მინისტრის თქმით, თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას. მოსწავლე კი ფორმის ტარების მოთხოვნისგან გათავისუფლდება.